გამოსიდეგია. ხო, შემდეგი ომისთვის ემზადებიან, მაგრამ იმ ომში რა უნდა და საგამშვიდობისა მეგობრებო, ეს არის რადიო FM 98 და 5 რადიო სივრცე და შესაბამისად დღეს არის 4 შაბათი 19 საათი და 11 წუთი უბრალოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია ევშტეინის კუნძული, მე ვარ წამყვანი ვაკა გორგილაძე, ჩემი მუდმივი სტუმრები, თანაწამყვანები, ისტორიკოსი გურამ ნიკოლაშვილი და ფილოლოგი და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა იმისათვის, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთეთ, ესე იგი აი ამ კომენტარებში, მსჯელობაში, წინა გადაცემას გულისხმობ ევშტეინის კუნძულის და აი თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ ესე იგი საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გადაცემა გავა ყოველ 4 შაბათს 19 საათზე და ამდენად კიდევ ერთი გადაცემა დაგვემატა დიდ სივრცესთან ერთად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქცენტს ვაკეთებთ აქ ფარულ დიპლომატიაზე, ფარულ საიდუმლო პოლიტიკაზე, სხვადასხვა შეთქმულებების თეორიებზე. შეთქმულების თეორია სულ ძალიან ნიშნავს, რომ ეს შეთქმულება არ არსებობს სხვათა შორის და ამაზეც ვისაუბრებთ ბევრს. ჩვენი დღევანდელი თემა არის ვატიკანი. ბუნებრივია ის უკავშირდება ფრანცისკის გარდაცვალებას. მოდით ახლა გავიხსენოთ ჩვენ თუ რა ხდებოდა შაბათს. გთხოვთ ასევე ჩვენს პროდიუსერებს გაუშვათ სლაიდები შესაბამისი. მოკლედ არანაკლებ 250,000 ადამიანის ესწრებოდა წმინდა პეტრეს მოედანზე ტაძრის წინ. პაპთან დასამშვიდობებლად პაპა ფრანცისკი დაკრძალეს წმინდა მარიამ მაჯორის ტაძარში. ეს არის წმინდა მარიამის ხო ტაძარი ზაზა. 26 აპრილს დიდი ტაძარი და ეს არის პირველი პონტიფიკი, რომელიც 150 წლის განმავლობაში არა ვატიკანში იქნა დაკრძალული, არამედ მის გარეთ. თვითონ ასე მოისურვა. მისი სურვილი ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი მისი საყვარელი ტაძარი. ცოტა ხნით საინტერესო ფაქტი, ცოტა ხნით ადრე თავის სიკვდილამდე პაპა ფრანცისკემ დაახლოებით 200,000 ევრო გადასცა მაკარონის ქარხანას. იპოთეკის გასასტუმრებლად ირკვევა, რომ ეს მაკარონის ქარხანა ემსახურებოდა არასრულწლოვანთა კოლონიას რომში. და ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ანდერძი პრინციპში პაპის. ამასთან ერთად საინტერესო ფაქტები მინდა მოვიყვანო, ერთ-ერთი ეს ფაქტი არის ესეთი, ეს ეკონომისტის შეფასებით, როდესაც დაიწყეს გაზომვა სხვადასხვა სერიალების, აღმოჩნდა, რომ კონკლავი და ორი პაპისა, ეს ორი სერიალი მკვეთრად გაიზარდა ნახევარი ამ სერიალების. კერძოდ კონკლავის 300% თითქმის და რაც შეეხება ორი პაპს, აქ საერთოდ რაღაც კოლოსალური 400%-იანი ზრდა არის. მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ ახლა არა მხოლოდ პაპთან დაკავშირებით და ვატიკანთან, არამედ იმ პროცესებზე, რომელიც ვატიკანის ირგვლივ ვითარდება. მაგრამ ჩემთვის ნიშანდობლივი სიმბოლური რო ვთქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ უნდა ვთქვა. ესე იგი პაპის გარდაცვალების დღეს დავოსის ფორუმის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა კლაუს შვაბი. ეს სიმბოლიზმი არის, როდესაც აი რაღაცა ესაც ჩემი აზრით შემთხვევით ხდება რაღაცა. ეს იმდენად ნიშანდობლივი აქტია, რომ მე მინდა აი მიუძღვნათ ჩვენი აი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი გადაცემის აი ამ ფაქტს. მოდით ვთქვათ, ვინ არის კლაუს შვაბი, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის ძალიან საინტერესო მოაზროვნე, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რა, აი ყველაზე ბუკვალური მნიშვნელობით. რომელმაც თავისი კონცეფციის მეშვეობით მოახდინა საკმაოდ დიდი გავლენა
ალბათ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ისახდენ და უდიდეს გავლენას თანამედროვე მსოფლიოზე და მათ შორის პოლიტიკურ აზროვნებაზე. ვინაიდან მისი კონცეფცია ინკლუზიური კაპიტალიზმის გახდა განსაკუთრებით აი ამ ჩვენ რო ვეძახით გლობალური ლიბერალური ინტერნაციონალი ან ახალი ესე იგი ლიბერალების თავარ კონცეფციად, რომელიც ალბათ ფუკუიამას შემდეგ მსგავსი რამაც არ გააჩნდათ და ამ დოკუმენტმა, ამ მანიფესტმა ეს მანიფესტი იქცა, ესეთ ახალ რაღაც ლიბერალების ბიბლიად, ხო? არ არის შემთხვევითი ის, რომ ფრანცისკი მხარს უჭერდა ამ კონცეფციას, მეტიც. ვატიკანთან შეიქმნა დაახლოებით 15 წლის წინ, მე მგონი, საბჭო ინკლუზიური კაპიტალიზმის და ამ საბჭოს შემადგენლობაში არიან ძალიან საინტერესო პიროვნებები. როტშილდების შტაბ-მომავლები, როკფელერები, მარიო დრაგი იყო თუ არის ჯერ კიდევ ესე იგი ამ საბჭოს წევრი, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იტალიის და ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. გარდა ამისა, კარნი ინგლისის ბანკის თავმჯდომარე, ასევე ჯანეტ იესენი ხო, წინა ბაიდენის კაბინეტის ფინანსთა მინისტრი და თავის დროზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე. მოკლედ, ეს არის ძალიან გავლენიანი სტრუქტურა. ეს არის ძალიან კლაუს შვაბი ბოლო აი ამ პერიოდამდე იყო ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელმაც განსაზღვრა ბევრი ტრენდი თანამედროვე და მოდით გავიხილოთ ჯერ ეს ინკლუზიური კაპიტალიზმი, ძალიან მარტივად ახსნა თუ რა არის ინკლუზიური კაპიტალიზმი და აი ჩვენ ხო ვთქვით ხომ რომ პაპი აი ეს მაგალითად ბოლო აქტი, როდესაც თავისი დანაზოგი მთლიანად გადარიცხა იპოთეკის გასასტუმრებლად ხო ამ აგრონის ქარხნის. ეს სოციალური პათოსიც ძალიან ძლიერი იყო ფრანცისკის აი ამ მსოფლმხედველობაში და მოდით ვთქვათ, ესე იგი, ის რომ ინკლუზიური კაპიტალიზმი გულისხმობდა რას არსებითად? გულისხმობდა შემდეგს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდართა ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში ადგენს, რაც 5%-მდე, ხო? ეს არის ეს პროცენტი, რომელიც ფლობს დაახლოებით ალბათ 70-80% სიმდიდრის, ხო? აი ეს კორპორატიული ჯგუფი სთავაზობდა საზოგადოებას შემდეგ შეთანხმებას. მოდით თქვენ წვალობთ. იღებთ სესხებს, კრედიტებს, ცდილობთ უძრავი ქონების შეძენას, პროცენტების გადახდას და ასე შემდეგ. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენ მიიღებთ ბაზისურ შემოსავალს, ფიქსირებულს და ეს ბაზისური შემოსავლის მეშვეობით თქვენ უდარდელად იცხოვრებთ. ყოველ შემთხვევაში ყველა ვიტალური ელემენტარული მოთხოვნილება იქნება დაკმაყოფილებელი, სამაგიეროდ თქვენ არ არღვევთ ამ შეთანხმებას. და თუ კი დაარღვევთ ამ შეთანხმებას, ამ ბაზისურ შემოსავალს აღარ მიიღებთ. და გარდა ამის ინკლუზიური კაპიტალიზმი გულისხმობდა მოდით ვთქვათ, ტოტალური თუ არა, საკმაოდ ესეთ ვრცელ კონტროლს საზოგადოებაზე. ძალიან ბევრი თვლის, რომ მაგალითად ჩინეთში დღეს არსებული სისტემა, რომლითაც სხვათა შორის კლაუს შვაბი იყო აფრთხილებული, ანუ სოციალურ რეიტინგებს გულისხმობს, სოციალურ რეიტინგების სისტემას, როდესაც იმის და მიხედვით თუ როგორ იქცევა მოქალაქე, მას ასევე იქცევა საპასუხოდ სახელმწიფო, ხო? თუ ის არღვევს რაც კანონს ან რაღაცას დაუწერელ წესს ცხოვრების, მას შეიძლება ჩამოერთვას ასევე საბანკო ბარათი, ის შეიძლება ვერ განახორციელოს ვერანაირი შესყიდვა, ის შეიძლება არ იყოს, ის შეიძლება მოკლებული იყოს სხვადასხვა სოციალურ სისტემებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის ინკლუზიურ კაპიტალიზმს ძალიან ხშირად ადარებენ საბჭოთა კავშირსაც. ანუ შევახსენოთ მსმენელს განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საბჭოთა კავშირის დროს, ყოველ შემთხვევაში გვიანდელ საბჭოეთში, ბრეჟნევის დროს მაგალითად, ხო?
საბჭოთა კავშირს, ანუ მოსახლეობას, მოქალაქეები სარგებლობდნენ უფასო განათლების სისტემით, უფასო ჯანდაცვის სისტემით. ნუ იყო საკმაოდ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი 100%-იანი დასაქმება, საკმაოდ მაღალი დასაქმება და ეს ყველა მინიმალური სოციალური უმუშევრობა იყო დასჯადი. უმუშევრობა კი სტატია ზატუნიაცტვა. კი ბატონო. იჭერდა უმუშევრობა. მოდით ვთქვათ, გურამ ან ზაზა, მოდი შენი დავიწყო. კლაუს შვაბი და ფრანცისკე. მისი გარდაცვალება და იმავე დღეს ეს კაცი გადადგა დაავოსის ესე იგი ფორუმის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან. გარდა ამ სიმბოლური დატვირთვისა, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს ეს იმას, თუ არა, რომ ინკლუზიური კაპიტალიზმის ეს კონცეფცია, იდეა, ну აი ჩაილურის წყალი დალია, მორჩა. არის ეს მოსაზრება უკვე დიდი ხანია, საერთოდ ტრამპის გამარჯვება შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის თანამდებობა, მისი კაპრეზიდენტება საერთოდ ითვლება გლობალისტური ერის დასასრულად. ბევრმა აღიქვა ესე და ბევრი ესე ფიქრობს და პირველი ნაბიჯები რაც გადადგა ამ 100 დღის განმავლობაში ძალიან სწრაფი და ენერგიული, ну პრაქტიკულად გვეუბნება იმას, რომ ის ერთიანი გლობალური სამყარო აღარ აქვს. თუნდაც აი ეს ტარიფების თემა, რაზე მიანიშნებს, რომ მთავარი მოწინააღმდეგე არის არა ჩინეთი, ტრამპის, არამედ სწორედ გლობალისტები. რაც შეეხება ფრანცისკეს საერთოდ ბევრი ადანაშაულები და მათ შორის ეკლესიაშიც შიგნიდან სოციალიზმში და სოციალისტურ იდეოლოგიაში და ამავე დროს მიაჩნდათ და ბევრი მიიჩნევდა კონსერვატიული მიმართულების კათოლიკე მიიჩნევს, რომ ის იყო ესეთი ინკლუზიური ლიბერალიზმის თქვა და ასე მთელი მისი აჯენდა რომ იყო ძალიან სერიოზულად ლიბერალური. იყო ძალიან დიდი მოლოდინი ლიბერალების მხრიდან. პირველივე მისია ეს ნობელი ფრაზა ვინ ვარ მე რო გამსაჯო გეი ადამიანზე ლაპარაკი და ეს ძალიან დიდი ძალიან აიტაცა ლიბერალურმა კომუნიტიმ ასე ვთქვათ. ну ბევრი თემა იყო. ну მაგალითად ერთ-ერთი ესეთი არის კათოლიკე ეკლესიაში არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მაგალითად ცელიბატის მტკივნეული თემა რას ნიშნავს ისე კი როცა ცელიბატს ეხებიან ცელიბატში გულისხმობა ის რომ კათოლიკე მღვდელს ოჯახი არ აყავს განსხვავებით მართლმადიდებელი და სექსუალურ ცხოვრებას უარს ამბობს. ну ხო ფაქტიურად აი რა განსხვავება ბერსა და აი მაგალითად მართლმადიდებელ კულტურაში თეთრი და შავი სამღვდელობა ნიშნავს იმას რომ თეთრს ყავს ოჯახი შავს არა ხო და აბა მაშინ რა განსხვავება ბერსა და მღვდელს შორის ну განსხვავება არის ის რომ ეს ეგრეთ წოდებული ორდენები კონგრეგაციები და საზოგადოებები ცხოვრობენ ну ორი ტიპის ცხოვრებით ერთი არის ვიტა კონტემპლატივა ჯურათითი ანუ ჩაკეტილი მონასტრები აღმოსავლურ კულტურაში მართლმადიდებლობაში ამას შესაძლოა ჩაკეტილი მონასტრები და ვიტა აქტივა რომელიც გულისხმობს რომ ამა თუ იმ ორდენს აქვს რაღაც თავისი თემა თქვა და ასე მაგალითად ცნობილი დედა ტერეზას ორდენს ორდენები აღარ ეწოდება თანამედროვე კონგრეგაციები ან საზოგადოებები მაგრამ ჩვენ სიმართლისთვის ესე ვიხმაროთ დედა ტერეზას ორდენის მთავარი თემა სპირიტუალურია თქვა და ასე არის ყველაზე უფრო გაჭირვებულების მოვლა ანუ იმ ადამიანებისა რომელთაც არაფერი არ შეუძლიათ თქვა და ასე დაუშვათ დღესაც არის ეს ძველი ორდენები რო აღვთ მაგალითად იესოს საზოგადოება იეზუიტებს ასაც უწოდებთ ხო ერთ-ერთი მთავარი თემა რაც მათ მიყავთ ეკლესიაში ეს არის განათლება და მასმედია თქვა და ასე ну დომინიკელები ძალიან ძველი ორდენი
მათ ეწოდებათ ორდენი აი ოპ წერილი ხარ ხოლმე order of preachers ანუ ქადაგებელთ ანუ მათ აბარიათ მოძღვრება საკრა დოქტრინა და მათ აბარიათ ეს ну დღეს ბევრი ამის შეცვლილია მაგრამ ტრადიციულად მოკლედ ესე მოდის ცნობილი opus dei რომელიც არის ორიენტირებული შრომაზე და შრომის საკრალიზაცია, რომ შრომა არის რომ შრომა თავისთავად არის ღირებულება, რომ შრომა შეიძლება განვიხილოთ თუ ის არის შესაბამისი ინტენციით, ეს არის როგორც ლოცვა. ну რაც პროტესტანტებისთვის აკვალთოდ კი აბსოლუტურად მე ესე ვიტყოდი რომ ეს არის ჩვენი პროტესტანტები ანუ კათოლიკების შიდა პროტესტანტები არის opus dei და ну საკმაოდ გავლენიანი ორდენი აი როგორც მასონებზე არის მთელი მითოლოგია ასევე opus dei-ზე მიუხედავად იმისა რომ მასონობა არსებობს დაახლოებით 300 წელი და აი მე რა მაინტერესებს აი ნახე ის რომ ესე იგი ფრანცისკემ აიტაცა ეს ინკლუზიური კაპიტალიზმის არ ვიტყოდი ყურე მე რო შეიქმნა საბჭო ყურე თვითონ ფრანცისკე ესე რა შეადანაშაულებენ რა მოწოდება ფრანცისკეს რომ ნუ როგორც არგენტინელი სოციალისტური იდეებით და მემარცხენეობის სერიოზული გავლენით და აი აქ ისე ვამბობ მე ვიხმარე არა კაპიტალიზმი არა ლიბერალიზმი იმიტომ რომ მისი იდეოლოგია თუ მას ჰქონდა ესეთი იდეოლოგია ინკლუზიურობა ჰქონდა მაგრამ იყო თუ არა ეს კაპიტალიზმი მე ამაში დიდი ეჭვი მეპარება ამაზე ვამბობ ინკლუზიურობის გამო აი რადგანაც ну მაგალითად უკრაინელი ცნობილი თანამედროვე ფილოსოფოსი ბაუმაისტერს მიაჩნია ამ სინათ იყო მისი ძალიან საინტერესო საუბარი ფრანცისკეზე რომ პრინციპში ეს იყო პაპი რომელმაც ვერაფერი ვერ მიიყვანა ბოლომდე ну რა მოლოდინებიც იყო თქვა ასე მისი ну სანახევრო ზომების პაპს უწოდებს თან ბაუმაისტერი ასევე კათოლიკეა და ეკლესიას ну მისი იდეალი პაპის იდეალი არის იოანე პავლე მეორე რატომ იმიტომ რომ ახლა იოანე პავლე მეორე მოგწონს თუ არ მოგწონს ახლა მე გარედან სეკულარული ენით ვლაპარაკობ ეს იყო ქარიზმული პაპი რომელმაც შეიძლება ითქვას რომ თავისი პონტიფიკატის პირველ პერიოდში ითამაშა ლიდერის როლი ანტიკომუნისტური ლიდერის როლი ხო არა უბრალოდ შეგვიძლია გავხსნათ რონალდ რეიგანი რა თქმა უნდა და მისი ბოროტების იმპერია ო მაგრამ სოლიდარობის მხარდაჭერა პოლონეთში ვარშავის პაქტის დაქცევა არის როდესაც ის ჩავიდა პოლონეთში და რა პერიოდში ხო ზუსტად სოლიდარობის და ლეხვალენსას აქტიურობის პერიოდში მისი პირველი სიტყვა იყო პოლონურად პირველი ფრაზა იყო მე თქვენ სოლიდარობას გიცხადებთ მოგო თავისთავად და უნდა ითქვას რომ ანტიკომუნისტური კოალიციის მოდი ესე ვიტყოდი არაფორმალური ლიდერი იყო იოანე პავლე მეორე და კომუნიზმის დანგრევაში მან მიიღო ძალიან სერიოზული მონაწილეობა. რაც შეეხება ბენედიქტე მე-16 ან იოზეფ რატცინგერს, რომელიც პრაქტიკულად ის იყო მართლაც მარჯვენა ხელი იოანე პავლე მეორის ძალიან დიდი თეოლოგი, სხვათა შორის არავინ არ ელოდა რომ მოუხმობდა მას იოანე პავლე მეორე და დააყენებდა რწმენის კონგრეგაციის, ან ფაქტურად რწმენის კონგრეგაცია ეს არის ინკვიზიცია. თანამედროვე რელიგიურად ეს ქვია. რწმენის კონგრეგაციის თავმჯდომარედ. ნუ ეს გარკვეული ნიშანი იყო, რომ მე ესე ვიტყოდი, რომ გრიგოლი პირველის მერე ეს არის პაპი მე-7 საუკუნეში გარდაიცვალა ქართულად ის არის ცნობილი როგორც გრიგოლ დიოლოგოსი. და ძალიან კარგად არის ძველ ქართულად დათარგმნი წმინდანი პაპი ერთიანი ეკლესიის. აი გრიგოლ პირველის მერე და გრიგოლ პირველმა მიიღო ძალიან სერიოზული მე ესე ვიტყოდი გრიგოლ პირველმა განაპირობა ქართველებისა და სომხების გაყოფა. სწორედ კირიონ პირველის საქართველოს კათოლიკოსის წერილზე, როცა მას ეჭვი შეეპარა სომხურ ასე ვთქვათ თეოლოგიაში,
მისწერა ეს წერილი გრიგოლი პირველს და გრიგოლი პირველმა უთხრა თქვენ ხართ მართლმადიდებლები, მაშინ მართლმადიდებელი და კათოლიკე ერთ ემოს ნიშნავდა და სომხები არიან მწვალებლები და აი აქ მოხდა სწორედ და ეს ამ წერილს მიაგნო ვატიკანის არქივებში მიხეილ თამარაშვილმა და გამოაქვეყნა თავის წიგნში ისტორია კათოლიკობის და ქართველთა შორის. მოკლედ გრიგოლი პირველის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პაპის ტახტზე არ ყოფილა ესეთი დიდი თეოლოგი, როგორც იოზეფ რატცინგერი გახლდათ. იმიტომ რომ პაპს არ ევალება რომ იყოს დიდი თეოლოგი, რა თქმა უნდა ერკვეოდეს დოგმატიკაში, მაგრამ ეს არ არის მისი პირდაპირი, ასე ვთქვათ, მოვალეობა, მაგრამ ესე მოხდა, რომ იოზეფ რატცინგერი ბენედიქტე მე-16 იყო ძალიან დიდი ღვთისმეტყველი. რაც შეეხება ფრანცისკეს ფრანცისკეს ამოსავალი მომენტი იყო არა იმდენად დოგმატიკა და თეოლოგია და მოძღვრების სიწმინდის ასე ვთქვათ და ემფაზა ამაზე. არამედ მას აი კონდა ეს მეტაფორა, რომ ჩვენ თანამედროვე სამყაროზე ჰოსპიტალი და ყველა ადამიანი არის დაჭრილი. და ამ პირველ რიგში უნდა მივხედოთ დაჭრილებს უნდა მივხედოთ სულიერად თანამედროვე ადამიანი არის საოცრად მყიფე და საოცრად სუსტი და აქედან გამომდინარე მას კაცრად კი არ უნდა მოექცეთ ისედაც საშინელ დღეში ეს ადამიანი და ეს მომენტი აი მაგალითად თვითმკვლელობები ხო წინათ მაგალითად ეკლესიაში არასაფლავდნენ თვითმკვლელებს რომ არ ყოფილიყო მისაბაძი მაგალითი ხო და ნუ დღეს ბევრად უფრო ესე დამოკიდებულებაა რომ ლიბერალური არა მარტო მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ეხლა ეკლესია კი პაპი რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეკლესიაზე მაგრამ ეხლა ეკლესია მარტო პაპი არ არის მე ვიცი დაზუსტება მინდოდა ის წინა გაილაშქრა 4 კარდინალო რომელსაც აქედან ორს აქ ძალიან დიდი შანსი რომ პაპი გახდეს ესენი არიან რობერტ ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით ჩვენ ესე არ უნდა გავიგოთ რომ ძალიან კაცრი ზომები მიხედავთ იმაზე რომ ძალიან ლიბერალი ამავე დროს ბევრი ადანაშაულები და ფრანცისკეს რომ არის დიქტატორი ანუ რასაც უნდა იმას აკეთებს ნუ ამ აზრით მაგალითად ივანე პავლე მეორე როგორი იყო ძალიან კოლეგიალური იყო ყველას უსმენდა მე იღებდა გადაწყვეტილებას მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა რომ მას არ მოусმინა აი ფრანცისკესთან თითქოს უსმენდა მაგრამ საბოლოოდ მიიღებდა მარტო გადაწყვეტილებას როგორც მას სურდა და სხვათა შორის ძალიან არაპოპულარული ეკლესიაში თვითონ შეკრით საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული მაგალითად ერთ-ერთი მისი მხარდაჭერი ამერიკაში ნუნციუსი კარდინალი ვეგანო განკვეთა საერთოდ ეკლესიიდან ზიარება კაცაკრძალული რომელიც თავიდან მისი მომხრე იყო მაგრამ როდესაც აი რაღაც გარკვეული თემები დააყენა განსაკუთრებით ეს ეხება გაშორებულთა ზიარების საკითხი და ცელიბატის საკითხი და მთელი საკითხებისა ვეგანო მიწერა ღია წერილი მკაცრესი საშინელი წერილი ფაქტობრივად დაადანაშაულა იმაში რომ ფაქტობრივად ვეგანური ვეგეტარიანული დაადანაშაულა იმაში რომ ფაქტობრივად არის უზურპატორი და გასულია სამართლებრივ ძალიან ესეთ მომენტები იყო. რაც შეეხება 4 კარდინალს რომელიც დავასახელე. ეხლა სხვა იმაზე გურამი ჩართო. ეს ინკლუზიური კაპიტალიზმის ძალიან საინტერესო. ხო და აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის თემაზე მინდა ზუსტად რომ ესე იგი ზაზას მაინც გასაგებიშეს და გამოერიდება საუბარი არ ვიცი. არა მე უბრალოდ მე რისკმა მინდა რომ შეთქვი ეხლა მოდი გურამს კითხოთ. მე გავაკეთებ ისტორიულ რაიმიაზე. ერთი წუთი. ძალიან მოკლედ რეზუმე მინდა გავაკეთო. ერთი წუთი. ესე ნახეთ. ერთი რეზუმე ესე იგი რაც არ უნდა ვთქვათ ფრანცისკი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი აპოლოგეტი ინკლუზიური კაპიტალიზმის არა ისე ვიმეორებ. ეს არის ფაქტები მე რასაც. არა საბჭო შეიძლება სოციალისტი იყო კაცი კომუნისტი იყო ამის. ინკლუზიური კაპიტალიზმი სოციალიზმი აღარ დახარ ჯოტროპიდან ისტორიულ ერთი წუთით ის რომ ის ეკუთვნებოდა იეზუიტებს ესეც ამდენად ეს მისი ლიბერალური შეხედულებები და ის პოლიტიკა ახორციელებდა ესეც
იმანენტურია, ხო? ეს არის ბუნებრივი პრინციპში ამ ორდენისთვის. ერთი წუთით. ის რომ გახდა ფრანცისკი, ანუ ფრანცისკი ძალიან რთული ორდენი არ არის ეგრე მარტივად. ერთი წუთით. ფრანცისკი კანგრესაც შეეხებათ, ხო? იქაც ორგანულია, ხო? ანუ ეს იცავდა ღარიბებს, აი მარგინალურ თემებს, ის ამბობდა რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა არსებობდეს საზოგადოების მიღმა, აქედან სექსუალური უმცირესობების დაცვა, აქედან დაცვა ღარიბების, ხო? აი ეს ყველაფერი და აქვე არის ინკლუზიური კაპიტალიზმის თემა, რომელიც ზუსტად რომ გულისხმობს იმას, რომ მარგინალი არ უნდა არსებობდეს და ყველა უნდა სარგებლობდეს რაღაც გარკვეული სოციალური გარანტიებით. ამ თვალსაზრისით მე მგონი რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ეს მისთვის. როგორც მემარცხენე სამხრეთ ამერიკელი კულტურის შვილისათვის ესე გაგებული თუ ეს არის ინგლისური კაპიტალიზმი მაშინ რა თქმა უნდა ეგეც შეგვიძლია მოდი ახლა გურამს კითხოთ როგორ ესმის ეს თემა ანუ მე ჩემ როგორც ეპშტეინის კუნძულის რაღაც შეთქმულება შეესაბამება ჩემ ესე ვთქვათ პირად ძალიან სუბიექტურ შთაბეჭდილებას ვიტყვი, იმიტომ რომ სმენელისთვის ეს ტერმინი პირველ რიგში არის ცოტა უცხო, რას ნიშნავს ეს ინკლუზიური კაპიტალიზმი, ამიტომ ცოტა მეტი სიტყვა დავხარჯოთ ამ თემაზე. პაპი არის რა თქმა უნდა ყველაზე გავლენიანი კლერიკალი მთელ მსოფლიოში, ხო? ამხელა დენომინაცია კათოლიკური სამყარო, მისი პოლიტიკური და სულიერი გავლენა არის უდიდესი. კაპიტალიზმის გავლენაზე რომ ვილაპარაკოთ, აი ცოტა ისტორიულ წიაღსვლაში შეიძლება წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასაც, ხო? 1960 წელს მაგალითად ჯერ არის სამყაროში შექმნილი ვითარება, როდესაც საბჭოთა სისტემა მოწყობის, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ღირებულებათა სისტემასაც, ეკონომიკასაც და ბევრ რამეს კვეთრად არის დაპირისპირებული დასავლეთთან, ხო, მაგრამ სადღაც გადის კიდევ უფრო მეტი გამწვავების ზღვარი. 1959 წელს იყო ხრუშჩოვის მოგზაურობა ამერიკაში, 1961 წელს, რომელსაც მან უკვე ჩაიტარა თანამგზავრის მიერ თვარიდან ჩამოტანილი რაღაცა სინჯი, წინ არის კიდე ადამიანის გაფრენა თვალში და ეს კონკურენცია ამ ორ სისტემას შორის, რომელი უკეთესია. ჩვენ მოსწავლეებმა უნდა იცოდეს, რომ 60-იანი წლებისთვის ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგში. ეხლა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ პოსტცივი ომის ხანაში, რომ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი დამარცხდა, შემდეგ თემა რიგმა მედია საშუალებებმა ფართო კამპანია გაშალეს იმისათვის, რომ ყველაფერი ცუდი იყო და ის იყო ბოროტების იმპერია და იქ არაფერი არ შექმნილა და ასე შემდეგ და ამაზე იმიტომაც ხდება დღეს ის რაც ხდება, რომ ესეთი ძალიან გადახრილი წარმოდგენა ყველაფერზე, ანუ ისტორიას მთელი სისავსით არ გამიხილავთ. თავისი კარგი და ცუდი და არა ეს უნდა მოხდეს მკვეთრი გაყოფა ცუდის და კარგის. საბჭოთა კავშირში ყველანაირად მიდენილი არის ამ უარყოფითის ხარჯზე და პრაქტიკულად ხდება ისტორიისგან მისი წაშლა. საბჭოთა კავშირი ცდილობენ რომ გაიაროს და ჩვენ მათ შორის ადამიანებმა ვინც იქ დავიბადეთ ის ბედი და ის სცენარი რაც მოხდა დამარცხებული გერმანიის შემდეგ, ხო, ეს დენაციფიკაციის, დესოვიეტიზაციის პროგრამის მსხვერპლად ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. 60-იან წლებში ესე არის, ხო, 60-იან წლებში ეს ჯერ კიდევ კითხვა იდგა და ვითარება რა თქმა უნდა გამძაფრდა. გამძაფრდა იმით, რომ 61 წლის აგვისტოში დაიდგა ბერლინის კედელი, ანუ რკინის ფარდა კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამოესვა და იწყება უკვე ნამდვილი ცივი ომი, გამალებული კონკურენცია ერთმანეთის წინააღმდეგ. აი ეს გაყოფილ სამყაროში თავისი ყველა აქედან გამომავალი შედეგით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფრონტის ხაზი გადიოდა ეკონომიკაზე. ვინ უფრო კეთილდღეობის მოდელს შექმნის თავთავისი მოსახლეობისთვის და აქ უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში რომ რაღაც ერთგვარად რეფორმატორი ხრუშჩოვი ძალიან მალე 60-იანი წლების დასაწყისშივე ჩამოაცილეს მმართველობას, მოდის ბრეჟნევი, მოდის ის პოლიტბიურო, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის დროიდან ახსოვთ, ეს არის დაღლილი ადამიანები, ეს არის რომელთაც აღარ უნდათ ეს ერთმანეთის დაპირისპირება ერთმანეთთან და ამდენი რეპრესია და ბრეჟნევი პოულობს იდეალურ ფორმულას, ბალანსის იდეალურ წესრიგს, როდესაც მან უნდა დააკმაყოფილოს ამ პოლიტბიუროს წევრები და თან არაფერი არ შეცვალოს, ესე ვთქვა და ეს შექმნილი რაღაცა დიდი საბჭოთა იმპერია უბრალოდ უნდა აგორაოს. 1975 წლისთვის მისი ადამიანური ძალები უბრალოდ ამოწურულია და იწყება ღრმა კრიზისი, ანუ
ქვეყნის ხელმძღვანელობა ბერდება, რეფორმების საშუალება არ არის და ისაც მოგვიანებით ჩინეთი მიხვდა დენ სიაოპინის დროს და დაიწყო კომუნისტური სისტემის ქვეშ ეკონომიკური რეფორმა, საბჭოთა კავშირი ამას ვერ მიხვდა კიდევ 10 წელი მაინც, ანუ ძალიან დაგვიანდა და როცა დაგვიანდა და როდესაც მთლიანად შეიცვალა პრაქტიკულად ეს პოლიტიკა, როცა მიხვდნენ უკვე აღმოჩნდა ძალიან გვიან. აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთში ხდება პირიქით ეკონომიკური აღმავლობა და იქმნება ის საშუალო კლასი, რითიც ხდება კვიდრდება თეორია, რომ კი აი დემოკრატია, ანუ ეს უკავშირდება ეკონომიკური აღმავლობა და უთანასწორობის დაძლევა, სწორედ რომ ეს არის დემოკრატიული მოდელის ბრალი. ეს გაუთანაბდა ერთმანეთს, გადააბეს ეს ყველაფერი ერთმანეთს, ხო? შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრევა, ბუნებრივია, რომ ეს ხარ, ანუ დემოკრატია და კეთილდღეობა გათანაბრდა ადამიანის წარმოდგენაში და ჩვენ ბუნებრივია, რომლებიც ვებრძოლით საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ ის რაღაც ერთგვარი ეროვნული იდენტობის საშუალებას გამოვლენას ბოლომდე არ გვაძლევდა, ბუნებრივია მივტრიალდით მთლიანად დასავლეთისკენ. ცივი ომის შემდეგ და როდესაც ეს იხსნება და ეს ამხელა სისტემა ინგრევა და ერთ მეორეს მხრივ ჩვენ ყავს დასავლეთი, თავის იმ კაპიტალისტებით, იმ სტრუქტურით, რომელიც პირველ რიგში ვისაც ემსახურება, ეს არის კაპიტალისტები, სადაც ადამიანების კეთილდღეობა წაახალისა საბჭოთა სისტემასთან კონკურენცია, იმიტომ რომ მათ უნდა ეჩვენებიათ იქ ძალიან ბევრი მემარცხენე ტენდენცია იყო ხა იტალიაში, საფრანგეთში, სხვაგან ვიცით ეს ჩვენ და ისინი რეალურად წერდნენ, ხო ამას რომ იცი რა არის, იქ სხვანაირი არის ცხოვრება, მათ უნდა ეჩვენებიათ რომ არა, ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ცხოვრება შევქმნათ. მერე გახსოვს კიდევაც რეიგანის ანეკდოტები, რომელსაც ყვებოდა რომ იმ ძალიან სასაცილოდ აღწერდა რომ და საერთოდ საბჭოთა კავშირი ანეკდოტების ქვეყანა იყო მithume 80-იან წლებში, იმ ყოფას აჩვენებდა ამერიკელებს თუ რა ხდება იმაში, რა ქვია, საბჭოთა კავშირში როგორ ცხოვრობს ადამიანები, მათი ესე ვთქვათ, ნემეზისი მოწინააღმდეგე და აი რა კარგი ცხოვრება მოიყვანა მან უკვე 8-9 წლის განმავლობაში ამერიკაში. ანუ ეს კონკურენცია 80-იან წლებში რაღაცა გამძაფრდა, რა თქმა უნდა, რეიგანის სრულიად მემარჯვენე პოლიტიკა, ეს ზრდა განაპირობა ისე ვთქვათ. მაგრამ სოფლიოში უკვე დაგროვდა კაპიტალი და პოსტცივი ომის პერიოდში დღის წესრიგში დგება, რა თქმა უნდა, გლობალიზაციის საკითხი, იმიტომ რომ მთელი ეს მოცარეელებული სივრცე ბუნებრივია, რომ ძალიან კარგი მიზიდულობას წარმოადგენს იმისათვის, რომ ეს კაპიტალი შევიდეს, ახალი მომხმარებლები მიიღონ და იქ დაგროვილი რაღაცა ერთგვარი დოვლათი ძალიან მარტივად ხვდება სხვადასხვა ადამიანების განკარგულებაში. და პირველ რიგში, თუნდაც ადგილზე რო ადამიანი იმას შენარჩუნება ჭირდება და ეს არის რა თქმა უნდა საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა, რომელიც შედის და მთელი ეს პოსტსაბჭოთა სამყარო დღეს რა თქმა უნდა არის ერთიან საბანკო სისტემაში მოცემული, რაც ნიშნავს კაპიტალის ძალიან თავისუფალ მიმოქცევას. ეს ხანა, რომელიც დაიწყო 90-იანებიდან, ხო? აი ამ პერიოდიდან უკვე განუხრელად იზრდება განსხვავება დიდარსა და ღარიბს შორის. რა თქმა უნდა, საშუალო კეთილდღეობის დონე მაიწია, მაგრამ პარალელურად უფრო და უფრო შესაძლებელია, რომ საშუალო ფენის რაოდენობა კლებულობს და ღარიბები სადაც უფრო ღატაკებიც არიან, ცხადია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად 8 მილიარდ ადამიანში გასაშუალებულად რომ შეადარო, კეთილდღეობის კოეფიციენტი გაზრდილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი არის სხვაობა ძალიან მდიდრებსა და ღარიბებს შორის. და ეს საშუალო ფენა, რომელიც შეიძლება შიგნით არსებობდეს, უფრო და უფრო პატარავდება, ხო? მდიდრები ხდებიან კიდევ უფრო მდიდრები და ღარიბები უფრო ღარიბები. აი მის პიკი არის 2008 წელი, როდესაც აი პრაქტიკულად ფინანსური манипуляციებით, საფონდო ბირჟებით, აი ამ გვაჭრობით უდიდესი არამატერიალური კაპიტალი და უშუალებელი ფული გროვდება და ამის პიკი ალბათ არის კრიპტოვალუტა, ხო, საერთოდ ურთულესი წარმონაქმნი, რომელიც შექმნელიც კი ინკოგნიტოა, წარმოიდგინე რამხელა ფული და რამდენი ტრილიონი ტრიალებს მთლიანად აი ამ გამოგონილ სექტორში, ხო ესია. ამიტომ აი ეს ფინანსური პირამიდები, სადაც დასავლეთი თავის კეთილდღეობით ახერხებს, რომ შექმნას ესეთი ზედნაშენი დოვლათი ბუნებრივია, ქვევით დგას რაღაცა უკვე ახალი ტიპის კოლონიებში, სხვადასხვა სახელმწიფოებში, რომელიც პირდაპირ აღარ არის დაპყრობილი, მაგრამ ფინანსური კაპიტალი და ძალით ის პრაქტიკულად დაპყრობილია, იქ ხდება ამის მუშაობა და კეთილდღეობრივი დოვლათი მიედინება ესე ვთქვათ, განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. 2008 წელს დიდი ფინანსური კრიზისია, რაღაც ეს ბუშტის ყდება, ამ შემთხვევაში ამერიკაში, ეს იპოთეკური კრიზისი და გადაედება სხვა ქვეყნებსაც. აი, რაც შენ ახსენე ინკლუზიური კაპიტალი, როდესაც მათ დაინახეს ეს პრობლემა და მაშინ და ძალიან ბევრი და კარგი სოციალურ ფილმიც არის ამაზე გადაღებული, რა გააკეთა მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ, როცა დადგა ეს საკითხი, რომ ჩამოშალონ, იმიტომ რომ დასავლეთია კაპიტალიზმია. შენ წააგე, გაკოტრდე, მორჩა.
მაგრამ არა, ის მიხვდნენ რომ არსებობს ეგეთი ტერმინი რომ too big to fail, ანუ იმაზე დიდია რომ ის დაეცეს, ანუ იმის დაცემა ეს არის კოლგასი, არ შეიძლება. ამიტომ ის გადავარჩინოთ. და ამიტომ მილიარდები არა მარტო მილიარდი, ძალიან დიდი ფული და ეს ფული ჩაასხეს უსამართლოდ, იმიტომ რომ მთელი მენეჯმენტი ვინც იყო ამაზე პასუხისგებელი, უდიდესი ქარხნები, კომპანიები, ბანკები, მათ ეს გადაარჩინეს და რაც თავარია ეს ბეილაუთი, ანუ ის ფინანსური კომპენსაცია, რაც ითვალისწინებდა CEO-ების კონტრაქტი მათ ეს მისცეს. ანუ ეს ხალხი გაკოტრებული, აი ის საქმე გააფუჭეს, მაგრამ თავის კონტრაქტების თანახმად უამრავი მილიონი წავიდა სახლში, ხო? და ის სხვადასხვა გაიტნერი და სხვადასხვა ანუ ფინანსთა მინისტრი ამერიკის ეს ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორი და ასე შემდეგ, ყველა ესენი იყვნენ ობამას გარშემო, რომელთაც ობამას გადაწყვეტილება მიაღებინეს. ამას მოყვა Occupy Wall Street და ამას მოყვა ის უსამართლობის დოლარი განცდა, როდესაც რის ტალღაზეც პირველად მოიგო დონალდ ტრამპმა თავისი არჩევნები, იმიტომ რომ მათ ამერიკაში პირველად დაინახეს ეს დიდი უთანასწორობა. აი ზუსტად ამ დროს იწყება ეს მოძრაობა, კონცეფტი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად აღწერე, მაგრამ ზუსტად ამას ნიშნავს. ხვდებით, რომ აი ამ ძალიან დიდრებმა თქვენს, რომ არ იცით, ჩვენ კი ვართ კაპიტალისტები, მაგრამ მოდი გავხადოთ ეს ინკლუზიური, ანუ რაღაცა წესებზე შევთანხმდეთ, ეს იყო პირველ რიგში აი ამ ძალიან ვიწრო კლუბის მიერ თავდაცვის კიდევ ერთი მექანიზმის გამოგონება, რომ მათ რო სადღაც არ მიადგნენ, მათ ეჩვენებიათ ადამიანური სახე. გურამ, უკაცრავად ერთი ჩანართი მინდა გავაკეთო, მე გამორჩა ერთი ნიუანსი, მართალია ეს ნიუანსი, მაგრამ ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც არის საუბარი სოციალურ შეთანხმებაზე, ანუ კორპორაციებსა და მოსახლეობას შორის, კორპორაციები, გარდა იმისა, რომ ეუბნებიან, რომ თქვენ გექნებათ გარანტირებული ბაზისური შემოსავალი, სხვათა შორის ფინეთში იყო ჩატარებული ექსპერიმენტი, მე მოულოდნელად შეწყდა 6 თვის განმავლობაში გარკვეული ჯგუფი ადამიანების, დაახლოებით 5000 ადამიანი, სოციალურად დაუცველებიდან, ნუ ფინური სტანდარტებით, ხო? იღებდა, მე მგონი ყოველ თვე იღებდა 800 ევროს და ესე იგი სამაგიეროდ ამ 800 ევროში შედიოდა ასევე დაზღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ მეც ნაკლებად ამ ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს გარანტირებული 800 евро ერთ ადამიანზე აღმოჩნდა, რომ ეს 800 евро ეს შემწეობა დიდ რაოდენობას ამ ადამიანებს მისცა დამატებითი ბიძგი მოტივაცია სამისოთ, რომ სხვა დამატებითი სამუშაო მოეპოვებინათ, მოკლედ და რაღაც გარკვეული ევოლუცია ამ ვერტიკალურ მობილობაში გამოჩნდა. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, გარდა ბაზისური შემოსავლისა, კორპორაციები ეუბნებიან საზოგადოებას რას? თქვენ ეს ყველაფერი გექნებათ, ოღონდ თქვენ არ გექნებათ თქვენი საკუთრება. თქვენ მიიღებთ საცხოვრის, მაგრამ ეს არ იქნება თქვენი საცხოვრისი, ამიტომ ვადარებ საბჭოთა კავშირს. თქვენ არ გექნებათ, ანუ ყველაფერი გექნებათ აი იჯარით, ნასესხებით და ასე შემდეგ. ცხოვრების ბოლომდე, თუ კი დაემორჩილებით ამ წესებს, თუ კი შეთანხმდებით ერთად, რომ თქვენთვის ეს ცხოვრების წესი მისაღებია. აი ამის დავიგე, მაგრამ ეხლა შენ ძალიან ქვევით ჩახვედი თუ დემოკრატიულ დონეზე, მაგრამ პირველ რიგში ეს შეთანხმება არის ძალიან მსხვილი ქონების პატრონები. რა თქმა უნდა, კი. იყო ერთი ესეთი ქალი, ეხაც არსებობს, ხო, ლინ ფორესტერი, რომელიც თავის დროზე ისინჯერმა დააქორწინა როჩილდებზე, რომელიც გვარაცაც ატარებს, ამ ოჯახის წარმომადგენელია და რაც თავარია, ის აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის მოძრაობას, ის ამას მართავდა ამ 2014-15 წლებში, მაგრამ ეს 2089 წლიდან იწყება ეს ამბობი, რომ დაინახეს, რომ საჭირო არის ეხლა ახლებურად საზოგადოებასთან შეთანხმება. ამიტომ აი სადაც მოხდა ასთა სხვადასხვაობა, მე ცოტა განსხვავებული აზრი, ჩემი აზრით, მაშინ როდესაც გადადგა უკვე ბენედიქტე მე-16 არ შეიძლება აქაც შეიძლება წავყვეთ კონსპირაციას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აი ის გამგზელებელი იოანე პავლე მეორის საქმის და ესეთი თეოლოგია აღარ იყო საჭირო იყო სწორედ ესეთი ადამიანი. სწორედ მემარცხენე აი ესეთი რაღაცა სოციალისტური წარმოდგენების დიდი ემპათიით, რომელიც არ იყო ბენედიქტე, რომლისთვისაც ამ იდეის მიყიდვა, რომ შეხედე ჩვენ ვართ, ვისაც ფული გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა სულ სხვა ტიპის მიდგომა. ჩვენ კაპიტალისტები დღეს გვინდა ეს ინკლუზიურობა. 2020 წელს ხდება ეს შეთანხმება, რაც იძახი ვატიკანსა და აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის მოძრაობას შორის 2020 წელს და მანამდე მთელი ეს პერიოდი ამ ხალხმა გაატარა იმაში, რომ თავისი მედია მხარდაჭერით ისინი უზრუნველყოფდნენ ამას, აბა გაიხსენეთ, პაპი როგორი პოპულარული გახდა. ეს
ქალი რაც მე ვახსენ, რომელიც ფლობს ჟურნალ ეკონომისტ და ეკონომისტის სახლს, აქ ძალიან დიდი მედია საშუალებები გადის და პაპის ეს თანამედროვე ლიბერალური რაღაცა იმიჯის ფორმირება ბუნებრივია მედია მხარდაჭერით მოხდა. 2013-დან ხო 7 წლის განმავლობაში მათი სავსები წარმატებით მიიყვანეს ის საქმე, რომ ის დაარწმუნეს, რომ ეს მართლაც კარგი კონცეფტია. ეს არის რაღაცა უკვე დიდი სამშვიდობო შეთანხმება კაპიტალისტებსა და ხალხს შორის, რომ ჩვენ გვინდა მათზე ზრუნვა. იმისათვის, რომ ეს კაპიტალი იყოს დაცული პირველ რიგში, რომელიც მოწყვლადი არის, იმიტომ რომ მათ ნახეს, რომ ეს მოძრაობები შეიძლება სოციალიზმი და კომუნიზმი აღარ ექნეს, მაგრამ ეს პოპულარული მოძრაობები ამერიკაში პირველ რიგში დაიწყო. და ჩვენ გვახსოვს რამხელა კუდიანებზე ნადირობა ახლდა 30-იან წლებში კომუნისტების წინააღმდეგ კამპანიას, ხო? იმიტომ რომ ყველგან ეძებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სრულად მიუღებელი ამერიკული სახელმწიფოს, რომელიც თლიანად დგას კაპიტალიზმში. და ეს კაპიტალიზმი, რომელიც დღეს გახდა ძალიან დიდი, მათ პრაქტიკულად 7 წლიანი კამპანიის შემდეგ ხელთ იგდეს რომის პაპი და ბუნებრივია მასთან ერთად ითანამშრომლობს. მაგრამ ეხა უსაზღვრო არაფერი არ არის, კაცი ამოიწურა უბრალოდ, დაბერდა და აღესრულა წინოლის შვიდეულში სხვა შორის და ძალიან სიმბოლურია. მაგრამ ეს მართლმადიდებლებისთვის არის, მე მგონი კათოლიკებისთვის ამას არ მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება აქვს. იქაც იქნება მსგავსი. ჩვენ საერთოდ ძალიან ბევრი გვაქვს საერთოდ. განსხვავება არის ერთადერთი მართლმადიდებელი არის კათოლიკე, რომელიც პაპს არ აღიარებს და თავისი პაპს კათოლიკოსს. ხო, ამიტომაც სხვათა შორის ვიც უყურა პაპის ცერემონიალს რახანის და დადგენილი არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი, როგორც მეორე იერარქი პაპის მერე, შესაბამისად პაპი გარდაცვლილია, იდგა პირველი აი ცერემონიაში ღია საკურთხეველში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, მაგრამ ამასთან ერთად ეს ინკლუზიური ორი წუთი მჭირდება. მე პირიქით იმის თქმა მინდა რომ ესე იგი ჩვენ საინფორმაციო წამყვანს ზურას გადაიცით რომ გადავაცილეთ ბუნებრივია და გავაგრძელებთ, დაგვჭირდება კიდე ალბათ 20 წუთი ამდენად ნუჩქარო. ამიტომ სად მინდა რომ მივიყვანო აი სწორედ ამ ტიპის გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია როგორც აი ესეთი ტიპის გავლენები, ასევე გავლენა სახელმწიფოებსაც. იქ იმას აუცდით იმ ხას, როცა იოანე პავლეზე იყო ლაპარაკი, წარმოიდგინე იმ დროს ეხლა ისტორიული პატარა ექსკურსიც გავაკეთე, 70-იანი წლების მიწურულს პოლონელი პაპის არჩევა, როდესაც გამძაფრებულია ეს ცივი ომი პრაქტიკულად თავის პიკშია და უამრავი პროქსი პირველი არა იტალიელი პაპი აზიაში და ცხადია რომ კომუნიზმის რღვევა 1980 წლიდან დაიწყო და იქაც ძალიან დიდი იმიჯი ფორმიდა ხო პაპს ესროლეს მე პაპი მივიდა ციხეში იმ თურქს შეუნდო ეს ძალიან დიდი ის იყო რა ქვია ეს პიარი ჩატარებული ამ კუთხით და ცხადია რომ იქიდან დაიწყო მე შემდეგ ის პერიოდი რომელიც მან გაფორმდა მაგრამ აი გავლენის მაგალითად ყველაზე მკაფიო მაგალითი რაც შეიძლება და როცა ჩვენ ლაპარაკობთ deep state-ზე და ხშირად დგას ეს კითხვა და ახალი ტერმინია და არის მეტყვი აი ეხლა რაც აღწერე სწორედ ეს ყველაფერი იგულისხმება deep state-ში ეს ფარული გავლენები ამ ფარული გავლენები კლაუს შვაბი ეს მონეტარისტები ლიბერალები ეს არის ფარული ინტერესი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მექანიზმი არის რომ ამ პროქსი ძალებით მოიპოვონ გავლენა ეხლა შენ წარმოიდგინე საქართველოს რა ტიპის მესამე რიგის ქვეყანას განეკუთვნება რომ უამრავი ევროპელი ხელისუფალი როჩელდების ბანკში მუშაობდა მაკრონი BlackRock-ში მუშაობდა მერცი. ყველა ეს არის ჩვეულებრივი CEO, აი ვიკროიკაზე რო იტყვიან, ხო, ვიზუალურადაც რო იტყვათ რაღაცა კლეუკული ჩაცმულობა, რომლებიც ასრულებენ, ემსახურებიან სწორედ ამ ინტერესებს, იმ ღრმა ინტერესებს, რაც იქ არის ჩადებული. ეს არის კაპიტალის ინტერესები, რა თქმა უნდა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებზე უნდა იყოს წოდომა, უნდა ვრცელდებოდეს მათი ფინანსური ჰეგემონია და ის ქვეყნები უნდა ემორჩილებოდნენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც ითხოვს შემდგომი განვითარების დრამატურგია. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინტერესისაგან წარმოადგენს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი რესურსებისა და რაღაცა ტერიტორიის მქონე ქვეყანა. საქართველოს პატარა მაგალითზე კარგად ჩანს ეს როგორ ვითარდება და როგორ განვითარდება. იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს, აი მაგალითად ეხა ისე რომ დაუბრუნდა 2 წუთში დავამთავრებ იმაზე რა ქვია, პაპის გასვენება. ჩვენ ნახეთ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ვინ ჩავა როგორ სალომე ზურაბიშვილი მე ჯერ კიდევ რაღაც პრეზიდენტი იყო თუ აღარ იყო მაგრამ მაინც როგორ ჩავიდა და იგივე გამეორება იყო დღის წესრიგში რომის პაპის გასვენებაში. სალომე ზურაბიშვილი რომელიც ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ უკვე პრაქტიკულად რესურსამოწურული ადამიანი აი ამ deep state-ურმა გავლენებმა ჩაიყვანეს მაკრონის პარტიის კრილობაზე.
გამოიყვანეს სიტყვით და იქ მონათლეს და თქვეს რომ ეს ადამიანი არის ახალი ნელსონ მანდელა ამის დანიშნულება არის მხოლოდ ერთადერთი მას მისცენ აი ამ ფორმატზე ვთქვათ მოასუქონ მას მისცენ ის იარლიყები რომელიც ადგილობრივ აქაურ რაღაც 3 მილიონიან აუდიტორიას წარმოუდგენს მათ რაღაც ერთგვარი მანდატით აღჭურვილ ადამიანად მაგრამ ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც მარი ლეპენი არის პრაქტიკულად ჩამოშორებული აი ამ საპრეზიდენტო მარათონს, რომელიც უნდა გაიმართოს 2 წელიწადში. პრაქტიკულად არის, დაპატიმრებული ჯერ არ არის, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არის აღზრული და აი ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რომ დღეს თამაშის წესები არაც თუ რა შეცვლილია. ეს თამაშის წესები თურმე არსებობდა. უბრალოდ დასჭირდათ ახლა და აკეთებენ ყველაფერს მაგრამ რომის წმინდა საყდარი არის ძალიან 2000 წლოვანი ინსტიტუცია იქ ესე ძნელია შეცვალ კი შენ შეიძლება კონკრეტულ პაპთან რაღაცა შეთანხმებას მიაღწიო მაგრამ მე როგორც ცნობილ ფილმებშია პაპი აღარ არის შეთანხმებებიც აღარ არის ხო ეგეთი როგორც ტრამპი executive orders რო გამოსცემს პრეზიდენტი აღარ იქნება ის უქმდება ამიტომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ჩადება შესაბამისად აი ამ ინსტიტუციაში თავის ტრადიციის თანახმად იქ უკვე არანაირი მაკრონობა, სალომე ზურაბიშვილობა, ხელოვნური ფიგურების გამოძერწვა აღარ მოხდა, ლეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო წარმოდგენილი იმ ადგილას, რა ქვია, ფროიდი მაგარია. ფროიდი მაგარია. ფროიდი თუ მაგარია, მაშინ გურავს თუნდაც აქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილი ზის იმაში რა ქვია. ვიوامე. ეგ ძამჭდელოვანი დაზუსება იყო. კარგი, მოდით ანუ ძალიან საინტერესო იყო რა ეს მონოლოგი გურამის აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში რომ 60-იანებში კი 70-იანებშიც კი საეჭვო იყო თუ რომელ სისტემას გააჩნდა უპირატესობა მაგალითად 60-იანიდან 75 წლამდე დაახლოებით საბჭოთა კავშირს ჰქონდა სამეცნიერო ტექნოლოგიური უპირატესობა ის რომ პირველი სატელიტი იყო გაშვებული საბჭოეთის მიერ ის რომ პირველი კოსმონავტი აფრინდა ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა ამ ქვეყნის მეცნიერების განათლების სისტემის დამსახურება და რა თქმა უნდა ეს კონკურენტული უპირატესობები ჰქონდათ და იქ საეჭვო იყო ვინ დამარცხდებოდა 70-იანების დასაწყისში საერთოდ ენერგეტიკული კრიზისი რო აწყდა და იქ პანიკა იყო დასავლეთში ეს შემდგომ უკვე 70-იანების შემდეგ შეიქმნა კონვერგენციის თეორია დაახლოება კაპიტალიზმისა და სოციალიზმის და გურამს იმაშიც ვეთანხმები, ანუ კაპიტალიზმის ისტორიას აქვს რამდენიმე კრიზისი. ერთ-ერთი აი ეს თვალსაჩინო კრიზისი 2008 წელს, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ექსტენსიური განვითარება არის სახიფათო. შეუძლებელია შენ რაღაცა ადამიანს აიძულო რაღაც ერთი წლის განმავლობაში იყიდოს 3 სარეცხი მანქანა, 5 ტელევიზორი, რაღაცა ავტომობილი და ასე შემდეგ. ეს ფთავრდება და რა კი ეს მთავრდება და ეს ამოხმარებლო კულტურის კულტივირება, ეხლა უკაცრავად ტავტოლოგიისთვის, ეს დაუსრულებელი პროცესი დააქცევს ნებისმიერ ეკონომიკას. და როდესაც ქვეყანა ეძებს დამატებით ბაზრებს, რაც ეხლა ხედავთ ტრამპის შემთხვევაში, ხო, ესეც კონფლიქტის შემცვლელია და ყველა მსოფლიო ომი სწორედ აი ამ მიზეზით იყო განპირობებული. გერმანია სწორედ რომ თავის ტერიტორიებს ეძებდა კოლონიებს, რაც გაასაღებდა თავის პროდუქციის, რომლის რეალიზაციის საშუალებას ინგლისელების არ აძლევდა სხვათა შორის, იგივე ტარიფების მეშვეობით. ამდენად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ბენედიქტეს წასვლა ეხლა რამდენიც საზა რა თქმა უნდა არ დამეთანხმება, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო. ეს იყო მრავალი რაღაცა ასეული წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ნებაყოფლობით გადადგა მართლაც არაჩვეულებრივი მოაზროვნე და ფილოსოფოსი. მე მაგალითად ეს დიალოგი სეკულარიზაციის შესახებ ჰაბერმასთან მაგწაკითხული არაჩვეულებრივი, სადაც სხვათა შორის ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ლიბერალიზმის, აი ამ ზედმეტის სეკულარიზაციის საფრთხეზე. და კარდინალობის პერიოდში. კარდინალობის პერიოდში, კი ბატონო. და დგება მომენტი, როდესაც მოდის ფრანცისკი არის გაქანებული ესე იგი ეს უკვე გაფრონდა ეს დოქტრინალურად ეს ინკლუზიურობა კაპიტალიზმის, არის ობამა, არის კლინტონი და ასე შემდეგ და სინქრონიზაცია ხდება აი ამ ესე იგი პათოსის და გაძლიერება. ახლა ხედავთ რას?
მოდის იმარჯვებს, როგორც შენ თქვი, იმარჯვებს ტრამპი და ეს პირველი დიდი საფრთხეა გლობალური ლიბერალიზმისთვის და ამ ეკონომიკური მოდელისთვის მათ შორის მონეტარიზმს გულისხმობ. და გარდაიცვალა პაპი და ხდება ბრძოლა და დღეს ეხლა უბრალოდ მე ეს ვიდეო ვერ მოვიპოვე და ამავიწყე ჩამები პროდიუსერებისთვის. ტრამპმა დღეს იხუმრა რომის პაპთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა მე რო გავყავ რომის პაპი. და ჩვენ ყავს ერთ-ერთი კარდინალი აქ სადღაც ნიუ-იორკში, რომელიც ვნახოთ როგორ იქნება საქმე. ამბობს ტრამპი. ანუ კონკლავი გაიმართება 7-ში, მე მგონი თუ 6-ში, ხო? ალბათ დაინიშნება სადღაც მაისის შუა რიცხვი. არ უკვე დანიშნულია 7 მაისი. არის რამდენიმე ოპონენტი, მე მინდა ვილაპარაკო რაზე. ახლა ჩვენ გარდა იმისა, რომ ვატიკანი როგორც გურამ თქვა, ერთ-ერთი კი ყველაზე გავლენიანი კონფესიასაც ვერ დავარქმევ, ინსტიტუციულად გაფორმებული ესეთი რელიგიური, პოლიტიკური რაღაცას არის. და შენ ერთ-ერთმა სტუმარმა გადაცემაში თქვა, რომ წარმოიდგინე შენ კათოლიკე ეკლესიამ სულიერ ნაწილსო თავი დაანებო, ყველგან ეპარქია, ყველგან ადამიანი რამხელა ინფორმაციის მატარებელია, ხო? ეს თქვა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა და რა თქმა უნდა ეს ეგრე არის და დაგვაუწყეს კიდე ერთი რამ. ვატიკანი არანაკლებად გავლენიანი წარმონაქმნია, ვიდრე მაგალითად იქ ლონდონ სიტი ან უოლ სტრიტი. ეს არის უზარმაზარი აქტივები სხვათა შორის დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ აი ეს რომ მაგალითად დღეს ოქრო ძვირდება გარდა ამისა რომ თანამედროვე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება, ანუ ვერ დარწმუნებული ვერც ვალუტაში და ვერც სხვა აქტივში და ამიტომაც ოქროს აქტიურად ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ძალიან აქტიურად ასევე ვატიკანი ავსებს თავის ოქროს აქტივებს. მოკლედ, ის რომ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკლავია, გეოპოლიტიკაც ედება ამას, ემთხვევა და რა თქმა უნდა, სხვადასხვა მედია საშუალებები ასახელებენ სხვადასხვა ფავორიტებს. მოდით პროდიუსერს თხოვ, რომ ჩვენ კარდინალები ეს ჩვენი ვაჩვენოთ ჩვენს საინფორმაციო პაუზას ვარ ვაკეთებ. საინფორმაციო პაუზას არ ვაკეთებ, ჩვენ ვაგზელებთ ჩვეულებრივად. არის მონიტორზე, არიან პაპები, კარდინალები უпростоროდ. პაპაბილი. საპაპე ხალხი. მოკლედ ერთ-ერთი პირველი არის პაროლინი, ნუ ეხლა ჩვენ წინა გადაცემაში პრინციპში თქვენ ისაუბრეთ პეტრო პაროლის გულისხმობ, ეს არის სახელმწიფო მდივანი, მთავარი დიპლომატი პრაქტიკულად ვატიკანის. კი ბატონო, შემდეგ ფავორიტად მიიჩნევა მანილას, ანუ ფილიპინების მიტროპოლიტი ლუის ანტონიო ტაგლე. და მესამე ეს არის უნგრეთის კარდინალი პეტერ ერდე ალბათ ხელი მაქვს ჩამოწმეული. მართლა? მოდი მაშინ დავიწყოთ ამით. ეს რა თქმა უნდა იქნება ბრძოლა მათ შორის სხვადასხვა ბანაკების, მათ შორის ინკლუზიური კაპიტალისტების, აპოლოგეტების, მომხრეების, ლიბერალების, აქეთ ამ კონსერვატორების და ასე შემდეგ. ზაზა და გურამ გეკითხები და ამით დავამთავროთ. შენი აზრით, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად ფავორიტად? მართალია თუ არა რომ ფილიპინელებს აქვთ რაღაცა ეგეთი შეკრული, ეგეთი ლობი, ანუ წარმომადგენლობა კარდინალებში და მათი პირველი ერთ-ერთი აზიელი პაპის არჩევა არის საკმაოდ არ არის მოულოდნელობა არ იქნება ყოველ შემთხვევაში და შენი აზრით რამდენად შეცვლის ახალი პაპი დღევანდელ ბუნებრივია ტრამპს სჭირდება მოკავშირე, ასევე ევროპელებს სჭირდებათ მოკავშირე, ლიბერალებს ასე ვთქვათ და შენი აზრით რამდენად დიდ იმას შეიტანს სრულებებს ახალი პაპი ამ თანამედროვე პოლიტიკაში. ძალიან კარგი შეკითხვა, თამითმეტეს ტრამპმა დღეს უკვე თქვა, რომ ჩვენ ძალიან კარგი არქიეპისკოპოსი ყავს ნიუ-იორკის. და ნახოთ რა შანსი ექნება. თავისი ის გამოხატა. რა შეეხება, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იქნება არც ზანგი პაპის და არც აზიელი პაპის არჩევა, არ იქნება მოულოდნელი. აფრიკა შენ ბეზუნგუს გულისხმობ? არა, პირველ რიგში რობერტ ცარას, რომელიც არის რაცინგერის მოწაფე და რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო თეოლოგი.
და კლასიკურ განათლება მიღებული ადამიანი და უნდა გითხრათ რომ ის ქვეყანა გვინეიდან არის და იქ არის ძალიან სერიოზული კლასიკური განათლება ლათინურით და ბერძნულით ის რაც წინათ ევროპაში იყო ეხლა აფრიკაში გადავიდა და სხვა შორის აქ უნდა მინდა გავიხსენო ბენედიქტე მე-16-ის ადლიმინა ეპისკოპოსები ჩადიან შვეიცარიელ ეპისკოპოსებთან ესეთი რამ თქვა ბენედიქტე მე-16-მა რომ ну სახარებისგან ციტატა მოიყვანა და თქვა ეს რამ რომ რომელიც ამ ქვებისგან შეუძლია აბრაამის შვილები შექმნაო და თქვენ წაგართმევთ და აფრიკას მიეცემაო. მისი ყოველი აფრიკული ვიზიტი რამდენიმე ესეთი ქონდა. მას აფრიკელები ეძახდნენ ბენედიქტი აფრიკელს. იყო საშინლად არაპოპულარული დასავლეთში და იყო საშინლად პოპულარული აფრიკაში. და მას ჰქონდა ეს ხედვა რომ აი აფრიკული ქრისტიანობა იქნება განახლება ეკლესიის. რატომ? იმიტომ რომ არის იქ წმენის საოცარი ძალა. შენარჩუნებული კი არა, მათ მიეჯნიათ დღეს აი 12 აფრიკელმა ეპისკოპოსმა რამდენიმე წელს წინ მოწეს კარდინალმა დაწერა წიგნი დიდი. აფრიკული ქრისტიანობა რას ამბობ რომ ქრისტიანობა არის აფრიკული რელიგია აფრიკელების, რომელსაც აფუჭებენ ევროპელები, თავისი ლიბერალიზმით. რობერტ სარაზი კიდე ერთი ორი სიტყვა მინდა თქვა აქ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი წიგნი God or Nothing ფრანგულენოვანია. რამდენიმე ენა იცის არაჩვეულებრივად. ლიტურგიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ბენედიქტე მე-16-თან ერთად სტატიებიც აქვს დაწერილი იოზეფ რატცინგერთან ერთად და ამავე დროს არის საოცარი მისტიკური შინაგანი მისტიციზმით აღჭურვილი ადამიანი ძალიან ბევრი თვისება აქვს ესეთი ქარიზმული არის ძალიან როგორ გითხრა აი სწორი სიტყვა მინდა თქვა ეს მკაცრი რიგორისტი მკაცრი ადამიანია იმაზრით რომ პირდაპირ ლაპარაკობს რომ აი ცოდვილი კი უნდა გვეწოდებოდეს მაგრამ ცოდვას არანაირი არ უნდა მივცეთ ეს არა გასაკანი თქვა და ასე და ნუ ძალიან პოპულარულია კონსერვატიულ კათოლიკეებში ძალიან მეორე ესეთივე აი ძალიან სერიოზული ლიდერი ძალიან სერიოზული მოაზროვნე ინტელექტუალი და ასევე ეს არის რაიმონდ ბერკი რომელიც არის მალტის ორდენის ყოფილი თავმჯდომარე და გააგდო პირდაპირ შეიძლება ითქვას ფრანცისკემ 4 ეპისკოპოსმა უკასაოდ 4 კარდინალმა რამდენიმე წელს წინ ერთ-ერთი ბერკი იყო ღია წერილი მიწერეს პაპს სადაც მას თხოვდნენ ფრანცისკე გამორჩევდა იმით რომ ეს იგი რეალურად არაფერი გაუკეთებია რომ თქვა რა არც ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით არც იმ წყვილებთან არც ქორწინებასთან არც გაჟეჟა თემები და ვერ გაჭყლიტა თემები გამოიტანა ალაპარაკა მაგრამ არაფერი არ გააკეთა და ამიტომ ბოლოსკენ ლიბერალები ძალიან უკმაყოფილო განსაკუთრებით აი ეს არ შემიძლია არ აღნიშნო საშინელი უკმაყოფილება დაიწყო მის მიმართ და პირდაპირ ლანდშაფტობაზე გადავიდნენ ომის 2022 წლიდან როგორც კი დაიწყო მან პირველად აი ერთადერთი იყო ის ვის ლაპარაკობდა მშვიდობაზე დაზავებაზე ეს სიტყვა იყო ტაბუირებული და ეძახდნენ რას არ ეძახდნენ პუტინის პაპი ზეთ პაპი თან განსაკუთრებით როცა ცნობილი გახდა მისი მიმართვა რუსი კათოლიკეებისადმი ონლაინ ჩართვაში მას პირდაპირ ეუბნება ეს ფრაზას პირდაპირ დავაციტებ რომ უნდა იამაყოთ თქვენი განათლებული იმპერიით ეკატერინე მეორის პეტრე პირველის ამ დიადი იმპერი და ნუ ესეთი გაქანებული რუსოფობიის ფონზე რუსოფრენიის ფონზე ბევრი ჩემი კათოლიკე ახლობელი და კათოლიკების დიდი ნაწილი ეს არის რა ქვია ლიბერალი რუსოფობი და მიშისტი ნუ ხაბა ეს მე ვარ გამონაკლისი რომ იტყვია ხოდა არა შემდგომებიც არიან ცხადია მაგრამ ის მხარეც ძალიან ძლიერია მოკლედ ერთმა ახშფოთებულმა მითხრა რომ ესო რა გავიგონო მე როგორ მიყვარდა ფრანცისკეო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა როგორც კათოლიკე დაიმორჩილება დოგმატურ საკითხებში მაგრამ შინაგანად უკვე აი ძალიან დიდი ანტიპათია გამოიწვია და მე წარმომიდგენია საერთოდ რა მოხდა დასავლეთში აი როცა ეს დადგა ანუ წყალგამყოფი ის დადგა სწომხარ ის დადგა მარჯვენა მე ის მომენტი ახლა ყოველ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი კიდე ჩვენ იქ უკრაინაში გვყავს გრეკო-კათოლიკეები ესენი არიან
მართლმადიდებლურ, აი რო შეხედო მართლმადიდებლები იყო პაპსაღია. მართლმადიდებელი გეგონება გარედან. პაპსაღია. და ყველა საინტერესო რა არის, რომ ლიტურგიის წესები ყველა მართლმადიდებლური. მაგათთან ვიყავი იმაში, რა ქვია, მონასტერში, ლვოვში და უბრალოდ ლვოვში. იესოს საზოგადოების წევრთან გავიარეს სულიერი ვარჯიშები ერთკვირიანი, მაგრამ ეს იყო დედათა მონასტერში ესა. და პირველად ნახე ეს ჩვენი, რა ქვია, გრეკო-კათოლიკე. დედათა მონასტერში ატარებდნენ სულიერ ვარჯიშებს. ეგ არის, მანდ ჩაატარა სულიერი ვარჯიში, აბა. ხო და ესე იგი, კვირაობით მოდიოდა ეს მრევლი, უკრაინელი. აი გოგოლიც კი აღარ იყო რაღაცა, აი ფარაჯანოვის ის მახსენდებოდა ივან ფრანკოს მიხედვით, წენიზაბეთეხბრეთ, აი უცებ იყო რაღაც წლები იყო და აი ეს ხალხი რაღაცა ეს როგორი ცხენებით, იცი? ძალიან დაჯმაჯული, აი ეს პაუსკა ნახე 100 წლის მე, ხო და ყველაფერი არის მართლმადიდებლური, თან ენა რომელზეც ისინი ლაპარაკობენ სლავური ძალიან კარგად მესმოდა სლავური, რუსულთან ძალიან ახლოს არის ეს სლავური, გაალობა ყველაფერი და ყველაზე საოცარი რა იყო, რომ ისის კალენდარიც კი 7 იანვარს აღნიშნავენ შობას, ან ყველაფერი პირველად ვეზიარე მართლმადიდებლურად. ნუ ანუ ჩვენთან ეს არის უფოარი ორითარი ზიარება ძირითადად ლათინური მაშინ და აი პირველად რო შტაფურდით და ის ერთად. ან ფაქტობრივად ეგ ყოფილა შენი ეკლესია, კაცო. არა, მე ძალიან მომიწონეს თან ეს უკრაინული ხმები, არჩეული. გალობა არჩეული. ლვივი ყოფილა შენი. ნუ ხო, მაგას ვამბობ და მოკლედ ესე იგი არის თქმა მინდა რომ აი ეს ხალხი 7 მილიონი, უნდა ვთქვა რომ ეს იყო მაიდანის ფორპოსტი. ჩემი აი ეს მეგობარი უფროსი, უმცროსი მეგობარი 5 წელი ჩემს პატარა მიხეილ სტანჩიშინი იეზუიტი. იყო ესე იგი ერთ-ერთი პირველი შევარდა იანუკოვიჩის სახლში და ნამდვილად მეუბნებოდა ნამდვილად მახეთ ჩემი თვალით ოქროს უნიტაზეო. ესე იგი ეს ხმამინდა და ეს 7 მილიონი ადამიანი და ლვოვი და აი ეს გრეკო-კათოლიკეები არიან ნამდვილი ფორპოსტი უკრაინული ნაციონალიზმის. რატო? იმიტომ რომ აღიარებენ პაპს, ანუ deep state-ის გავლენა მაქვს. რუს და ანტირუსული, საშინლად ანტირუსული. საინტერესო მომენტი რა არის, რომ ზუსტად ისეთი ხალხია უნიტეტები ბელორუსიაში. ზუსტად, აი გეგონება რომ ეს და მაგრამ მის არანაირი არც რუსობი არ არის და არც ესენ დაპირისპირება. არ და ზუსტად ისეთივე ბელორუსი კათოლიკე უნიტეტები არსებობს. და მე აი ეს რუსებთან ურთიერთობა ეს და რის მამინდა საშინელი არაპოპულარული იყო ამათში ფრანცისკე. ხო და აი ეს უნიტეტები ვის დაუჭერენ ხარს? ანუ ამ რუსოფობიას რუსეთთან დამოკიდებას თავი დავანებოთ. ჩემი აზრით ისინი არიან კონსერვატორები. არა, ეხლა ანტიტრამპისტები არიან, გამომდინარე იმიტომ რომ ესეც საგარეო ვექტორია. ძალიან რთული. ანუ უცირესობების მიმართ დამოკიდებულება. ძალიან რთული სიტუაცია, აი მაგალითად ეხლა ვის დაუჭერენ, როგორ რა ხდება შიგნით, ხო? ესე იგი 7-8 სერიოზული კანდიდატია. კიდე ახლა მე არ ჩამოთვალე ზუპი მაგალითად მარიო, რომელიც ითვლება მოსკოვში ჩავიდა. ლიბერალად. არა, ნუ აი ესე კიდე რაც შეეხება პაროლინს, როგორც წესი state secretary, ანუ სახელმწიფო მდივანი, საგარეო მინისტრი. მე და იშვიათად ყოფილა რომ გამხდარა ეუჯენიო პაჩელი მაგალითად იოანე უკაცრავად პიუს მე-12 იყო state secretary და გახდა შემდეგ თუ არ მეშლება ძალიან მოსალოდნელი ის იყო პიუს მე-11 შემდეგ გახდა პიუს მე-11. ის რომ ეს არის state secretary ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ეს გახდება ისევ. თუმცა პაროლინი განსხვავდება ფრანცისკე ძალიან უცნაური კაცი იყო. გარშემო სხვადასხვანაირი ხალხი ყავდა. პაროლინი საკმაოდ მკაცრია და საკმაოდ დოგმატური ის არის. ეს არ არის ლიბერალი. თან ეს დიპლომატები ცალკე სექტაა რო იტყვიან. მათ ახასიათებთ რა აი მაგალითად ტარჩიზიო ბერტონე რომელიც საგარეო state secretary იყო იმის რასინგერის დროს. ესე იგი მათ რა ახასიათებთ? კანონიკური სამართლის სპეციალისტები არიან. კანონიკური და ლათინური ენის არაჩვეულებრივი მცოდნეები. როგორც სქოლასტიკოსები არიან. ოღონდ იურისტები, აი მაგას ვამბობ, არა იმდენად. ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ თეოლოგია, მედიცინა და
მედიცინა და იურისპრუდენცია ფაქტობრივად კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნა. ეს იუსტინიანის კოდექსი ლათინურად დაწერილი და ამის საფუძველზე განვითარდა კანონიკური ანუ საეკლესიო სამართალი. ლათინურის ცოდნა სრულად აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს უშუალებელი გამოცდილება წარმოიდგენე ურთიერთობები, ხო? აი ეს ორი მომენტია ერთდროულად. ერთი მხრივ არიან მას შემდეგ რაც ლათინური წირვა აღარ არის და გადავიდნენ ეროვნულ ენებზე ლათინურის ცოდნა ცოტა უკან დაიწია. რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ რაცინგერის პაპობის პერიოდში რაღაც სინოდალური სხდომა იყო და ლათინურად ესე წესია ლათინურად უნდა წარმოითქვას და იხუმრა ლათინურად. და ვიღაცამ გაიცინა ერთმა ორმა და არა ხო და რაცინგერმა კარგი იუმორი ქონდა იმასაც ხო შორის სულტყუილად არის ფილმში რომ არ აქვს იუმორი. მე მიუწერალდა და უიმეო თქვენ ვაგრ ლათინურიც გწოდნია თუ ვიღაცებს ხო და აი ეს ორი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ აი ინტელექტუალური დონე უნდა იყოს შესაბამისი კანონიკური სამართალი ლათინურ, მეორე მხრივ პოლიტიკური ასე ვთქვათ ეს გამოცდილება და ურთიერთობების ანუ პაროლინ მართლა სერიოზული ფიგურაა, მაგრამ აი ისე მიმეორებ ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად ის გახდება. ჩვენს მიერ უკვე დასახელებული ეს ორი კონსერვატიული ფრთის გიგანტი როგორც პედაგოგი უწოდებენ ესე იგი რობერტ სარა და კარდინალი რაიმონდ ბერკი და ამ ტაგლე, მაგრამ ეს იმდენად ფილიპინური მაფიის ბჭყალებში ამბავი არ არის, ძალიან უყვარდა ცხონებულ ფრანცისკეს. ძალიან ქარიზმული ტიპაჟია ტაგლე და არის არაჩვეულებრივი მქადაგებელი. და რადგანაც ის ამბობდა რომ მისიონერობა არის მთავარი და მთავარი არის მქადაგებლობა და იმასო წემსო ცხრისუნ უნდა ასდიოდესო ფრანცისკე ამბობდა. ანუ ამ აზრით არის არა იმიტომ რომ ფილიპინელია რამდენადაც თვითონ არის რაღაცნაირი გამორჩეული ზაზა იძახის ეს არის შიგნიდან დანახული პროცესი. ეს არის 8 მილიარდიანი პლანეტის 8 მილიარდიან მოსახლეობაში 2 მილიარდიანი კათოლიკური ეკლესიის მრევლის ესე ვთქვათ გავლენის ხო ხდება აქეთ 6 მილიარდი. აქ არის პირველ რიგში წინა პლანზე გამოდის რა თქმა უნდა კულტუროლოგიური ასპექტი. ხო რაც უნდა ვიძახოთ რომ ის იყო არგენტინელი ის დადიოდა რაღაცა ის ღარიბული შესამოსული ის იყო იტალიური წარმოშობის თეთრკანიანი ბერგოლიო გვარა თუ ხდები არგენტინაში ემიგრირებული ის თლიანად ჯდებოდა ვიზუალურად თავის შინაგანი რაღაცა მიდრეკილებების მიუხედავად ვიზუალურად თლიანად ჯდებოდა ამ თეთრი პაპის როგორც იყო პაპი ამის სახე ხატში ხო რა თქმა უნდა მისი სისტემები რაც უკვე თქვით რომ გამოიყენა იმ რაღაცა ძალებმა მასთან უნიის შესაკრელად მაგრამ როგორც კი დაიწყო ომი და გეოპოლიტიკა დაბრუნდა ის წესრიგში ის დადგა როგორც ნათლიაშია ხო ის პენტანჯელი როცა რაღაც კრიტიკულ მომენტში დგება ისე თავისი ოჯახის მხარეს. ხო და აქედან გამომდინარე როგორ არ დაახასიათა ხო ზაზა, მაგრამ ეს არის პაპი აფრიკიდან, აზიელი პაპი, აფრიკანული. ჩვენ მით უმეტეს იმ სერიალების ფონზე რამაც მასობრივი კულტურა, ხო, იყო ეს ორი პაპი, იყო ეს კონკლავი, არის ის ახალგაზრდა პაპი. მათ მოახდინეს პოპულარიზაცია ერთგვარად, სხვაშორის Netflix-მა მონარქიასთან დაკავშირებით და ძალიან სერიოზულად ხდება ამ სერიალების გადაღება და მათი იმიჯის კორექტირება, ესე ვთქვათ. თუნდაც მათ შორის ძალიან დიდ სიმართლეების თქმით და მოყოლით და ეს ხდება ამავე ოჯახების ხელდასხმით, საერთოდ ალტერნატიული ისტორიაში რესტავრაცია მონარქიის როგორც იდეის. ისტორიას ესე ვერავინ არ კითხულობს. კრიტიკული აზროვნება მასობრივად მასებში აღარ არსებობს, ეს საბჭოთა კავშირი იყო ეგეთი ქვეყანა. მაგრამ ეხა აღარ არსებობს ეგეთი რამ და ამიტომ სერიალი არის თავარი ინსტრუმენტი, ის ადამიანს მოუყვება ჩერჩილზე ისტორია მონარქიას და რა თქმა უნდა პაპებიც ეს სერიოზული გავლენის ქვეშ მოხდა, მან უნდა დაინახოს იმიჯი. მან უნდა დაინახოს ან კლასიკური პაპი ან უნდა დაინახოს რაღაცა ახალგაზრდა ხე გვერ იქნება ეგ შეიძლება იყო 40 კი არა 59 50-ზე არ უნდა ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი არის 59 წლის ხო აქ მინდა უთხრა ჩვენს მსმენელს რომ 79 წლამდე შეიძლება მხოლოდ წამოყენოს 80-ის აღარ უნდა იყო და ზე აი კარდინალი რობერტ სარა 19 ივნისს ხდება 80 წელს, მაგრამ მანამდე უფლება აქვს. ხო, და ნუ მე უკვე აღარ არის. ანუ ტრამპი ვერ გახდებოდა ვერც ერთ ვარიანტში. ტრამპი ვერ გახდება. ტრამპი მაგიტო 80-ზე მე 82-ს არის უკვე. ხო, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს იმიჯი, რომ ეს არის იგივე, ეს კონსერვატიული ხატია, ობრაზ, რასაც ქვია.
იტალიაში ეს აირჩიეს, რომელიც ის რა თქმა უნდა ლათინურიც, იტალიურიც და იმან ფრანცისკენ მშვენივრად იცოდა. თუ ეს არის რაღაცა ესპანურენოვანი იყო, მაგრამ იტალიური მისთვის იყო მეორე. ის რაც ტოვებს ლიბერალურ სახეხატს, იმიტომ რომ განსხვავებულია, ხო, რაღაც სხვა უმცირესობიდან არის წამოსული, ისინი შეიძლება შინაგანად ყველაზე უფრო ისინი არიან კონსერვატორები, მაგრამ აღქმაში ეს სხვა ახლა თქვენ შენ წარმოიდგინე რამდენი ხანი დაჭერდა ამერიკას რომ რაღაცა ისის ბოლომდე ისეთი ობამა აერჩია და ეხლა შენ წარმოიდგინე ის კარდინალი რომ ნახე აი ეგ პაპი ეს სერიოზული კულტურული ცვლილება არის ხო ხვდები იმისთვის და რაღაცა გურამ კი მაგრამ ჩვენ ხო კათოლიკებთან გვაქვს საქმე ეხლა ზაზა მე ზაზას წერილი მახსოვს მე მგონი 1-10 სანამ გავიცნობდი სხვათა შორის Facebook-ში ესე იგი იმ პუბლიკაციაში ზაზა წერდა იმ შესახებ რომ აღორძინება კათოლიციზმის და ქრისტიანობის მოვა აფრიკიდან. ვინაიდან აფრიკაში არის კონცენტრირებული ბირთვი აი ნამდვილი მორწმუნეს კი. ესე იგი ჩვენ პასიონალური წმენდა. ესე იგი შავი აფრიკა, ინდონეზია, ფილიპინები სადაც უზარმაზარი მრევლია კათოლიკური. სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთი, ამდენად ძალიან აი მაგალითად ჩემი ეკლესია პეტრე პავლესი ვერ შევედი იმაზე რა ქვია აღდგომო ინგლისურ წირვაზე 95% ინდოელია ეს ინდოელი გოგობიჭები რომლებიც სწავლობენ სამედიცინო გავიგე რა თქმა უნდა მოხდეს ევროპაში რომელიც ეხა განიცდის ტრამპიზმის შემოტევას შიგნითაც მათ შორის ტრამპი ეძებს მოკავშირეებს მელონის ფიცოს თუ ორბანის თუ სხვათა სახით რომელიც არის იმის ზღვარზე მისული რომ ყველა არჩევნებზე ეს პოპულისტური მემარჯვენე მოძრაობები იზრდება გუშინ იყო მუსოლინის რაღაცა დახვრეტის დღე და იქ მისახთან ყოველ დღე ეწყობა ესე თქვა დემონსტრაციები და აღნიშნავენ ეს ნეოფაშისტები და ეს მელონი არის მელონი სხვა ხო მელონი რომელიც ამას ნუ ესე თქვა ამაზე აქცენტს არაკეთებს და გამიჯნულია მაგრამ ეს ვიქიდან მოდის აი ამ ფონზე წარმოიდგინე შენ ამ ფონზე ახალი პაპის არჩევა და ჩვენ ვიცით ახლა პაპობის ისტორია მით უმეტეს 40-იან წლებში გასული საუკუნის ხო ანუ ამ ფონზე ამ პაპის ახალი პაპის არჩევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ ეს არის ერთგვარად სახე და სიმბოლო იქ რა ხდება იმ ძველ ევროპაში აი ნახე ამ მნიშვნელოვანი რაღაცა ძალიან კონკრეტულად რო დავიწყო სწორედ ამიტომ ეს კრიტიკულ დროს ირჩევენ ხოლმე კლერიკალს ვინც იცავს პირველ რიგში ინსტიტუციებს ამიტომ გახდება პაროლი ნახეთ ესე იგი ეს ბიორდი კი არა პეტრე ხო კარდინალი უნგრული კონსერვატორია იტალიელების კარდინალების უმრავლესობა არიან კონსერვატორები ანუ აი ეს როდესაც ამერიკელები სულ ამერიკელები თლიან სხვათა შორის სულ ამერიკის ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრადიციული და არსებობს უნგრელი კანდიდატი მე მაგალითად პაპარასტაის სერჯეჩნე 20 წლის წინ როდესაც იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა 5-6 ძალიან მაგარი კარდინალი იყო არქიეპისკოპოსი ფრენსის ჯორჯი ჩიკაგოსი მაგალითად ტიმოთი დოლანი ნიუ-იორკის ჩაპუტი მე დარწმუნებული ვიყავ იმდენად ძლიერი კარდინალი და ისე ჩანდნენ და თან მაინც ხა ნუ ძირითადად ინგლისურ ამერიკულ საიტებზე ვიყავ ორიენტირებული კათოლიკურზე მე მეგონა რომ იქნებოდა ამერიკელი პაპი დარწმუნებული ვიყავი 2005-ში ნუ ეხა პაპი ვეღარ გახდება ამერიკელი ნახე სწორედ იმიტომ რომ ტრამპმა თქვა მასკმა რო თქვა გერმანიაში AfD უნდა მოიგოსო ვეღარ მოიგო და აქაც ეხა იმდენი ტრამპია უკვე ევროპაში რომ მგონი ამერიკელი აღარ მოკლედ მე არ ვიცი ძალიან ბევრი სიმბოლურად ემთხვევა იგივე კლაუს შვაბის გადადგომა პაპის გარდაცვალების დღეს იგივე ტრამპის აი ესეთი ჩასვლა და აქტიურობა და ეს რემარკები იგივე ეს შეხვედრა ზელენსკისთან სხვათა შორის იმაში სასახლეში რომელიც გაიმართა იქ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც 2-3 დღეში ჩვენ რაღაც გარკვეულ შედეგებსაც გავიგებთ ამის შესახებ, თუმცა ამაზე პარასკევს ვისაუბრებთ დიდ სივრცეში. მოკლედ რეპლიკისთვის თითო 2 წუთს გაძლევთ და დავამთავროთ ეს გადაცემა. ყველაფრის მიუხედავად ეს რაც ჩვენ გავარჩიეთ, ეს არის ერთი ფაქტორი, გარდა ამისა არსებობს ღმერთი და არსებობს განგება და რაღაცა დგება ჟამი და რაღაცა უნდა ახსრულდეს. რა შესაძლოა ეხა ეს ჟამი დადგა და ბუნებრივია ეხა ეს სრული ეხა ჩვენ რაც ვლაპარაკობთ აბსოლუტურად არასერიოზულია რა თქმა უნდა.
ვის აერჩევენ პაპს და ეხა აღარ დაუბრუნდეთ დეტალებს კონკლავი როგორ იმართება და იქ რა პროცესი შეიძლება წავიდეს იმისათვის რომ ბოლოს ეს პაპი გამოირჩეს. ხო, სწორედ წინააღმდეგობა განაპირობებს ხოლმე უცნაურ კანდიდატს, თორე ეხა ყველა თუ შეთანხმებულია, მაშინ ადვილია ცხადია. აქედან გამომდინარე, მართლაც ეს არის ნამდვილად მისტიკური მოვლენა და რა თქმა უნდა უფლისხელი არის დიდი და იქნება დიდი იმაში საერთოდ ეკლესიის მეთაურს, გინდა კათოლიკე იყოს, გინდა მართლმადიდებელი ვის აირჩევენ. აბსოლუტურად ვეთანხმები გურამს საბოლოო ანგარიშით ყველაფერი არის ღვთის განგებულებაში კონკლავზე გადმოდის სულიწმინდის მადლი და საბოლოო აი ძალიან კარგი მაგალითია ეს რომ მოვიყვანო რენესანსის პერიოდში ძალიან ბევრი უღირსი პაპი იყო მაგრამ სულიწმინდა მათ არ ალაპარაკებდა არც ერთ მათგანს არანაირი დოგმატი არ აქვს შემოტანილი და ისე მსმენელმა რომ იცოდეს მაინც რაღაც რო არ ეგონოთ ცოტა ისეთი ეკლესიური საკითხი პაპების ხელდასხმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის აღიარებული. ანუ ერთჩვენიერ დღეს რო ეკლესია გაერთიანდეს, მათ არ ჭირდებათ, ესე ვთქვათ, სხვა ქირატონი არ ხელდასხმა ურთიერთ აღიარება ხდება. ამიტომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ ის პაპი არის წმინდა პეტრეს აყდრის მემკვიდრე. ეს არის ეკუმინისტის ეს არის ეკუმენიზმი. ეგ არის სწორედ ეკუმენიზმი, მაგაშია საქმე. ეს არის წმინდა ორთოდოქსულად აღიარებული თემა. იურიდიული მომენტია. მაშინ სკოლასტის. ვეთანხმები. აი ნახულობაში მეტია სხვაობა ვიდრე ხელდასხმაში. როგორც პაპისტი ვეთანხმები. პროტესტანტებში არა, იმაში არა. გაწყდა იქ. მეგობრებო, უღრმესი მადლობა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ერთი კვირის თავზე. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კი პარასკევამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდ, ყველაფერი იქნება კარგად.